ახვილებს ყურადღებას. Პირველი, საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს იმ პრაქტიკას, როდესაც წყლის ჭაობს ქიმიურ გამღიზიანებლებს ურევს დემონსტრაციების დასაშველად შინაგან საქმეთა სამინისტრო. ანუ არ არის განსაზღვრული, როდის შეიძლება ეს რა უსაფრთხოების წესების დაცვით. ასეთ პირობებში ასეთი გამოყენება ვერ ერგება კანონიერების აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს და რეალურად ექსპერიმენტულ იარაღს უტოლდება. ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა მიეწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გამოიყენეს ასეთი საშუალებები, ხოლო პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვოს ყველა შესაბამისი მასალა, მათ შორის კონკრეტული აქტები და გამოკითხოს როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ასევე უშუალო ამსრულებლები, რომლებიც აქციების დაშლის ოპერაციის დროს უშუალოდ ახორციელებდნენ წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერებების შერევას. მეორე და უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ჩვენ გამოვყოფთ, არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ მხოლოდ აქციის დაშლის ერთი ღამის ეპიზოდთან დაკავშირებით, კერძოდ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ წყლის ჭაულში ხდებოდა კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების შერევა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზარას ახავს სრულ სურათს საია არსებულ წერილობით დოკუმენტაციაში, რომელსაც ჩვენ გავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში და რომელსაც ასევე საჯაროდ გამოვაქვეყნებთ, მივუთითებთ სულ მცირე 5 ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც საიას უფლებადაცვითმა დოკუმენტირებამ გამოავლინა წყლის ჭაულში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების შერევა. ეს მოხდა 2024 წლის 28 ნოემბერს, 29 ნოემბერს, 30 ნოემბერს, 1 დეკემბერსა და 3 დეკემბერს. ანუ ოფიციალური ვერსია ამ ეპიზოდებს საერთოდ არ პასუხობს, ჩვენი ეს განცხადებები საჯაროა და გამოქვეყნებულია დასახელებულ თარიღებში. როდესაც არ არსებობს მკაფიო წესები და კონტროლი ყოველი ასეთი ოპერაციისას, ბუნებრივია გაჩნდება კითხვები, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერებები და რა რაოდენობით ემატება წყლის ჭაულს. ვინ იღებს გადაწყვეტილებას და რამდენად გადიან შესაბამის წვრთნას ის ადამიანები, ვინც ამ საშუალებებს იყენებენ. თუ ამას პროტოკოლი და მკაცრი კონტროლი არ უზრუნველყოფს, ეს ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და უტოლდება ექსპერიმენტულ იარაღს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურატურამ სრულად უნდა შეისწავლოს ყველა ეს ეპიზოდი და ჩაატაროს რეალური და არა მხოლოდ ფორმალური საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის დეტალურად გამოკითხოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და უშუალო პოლიციელები. აქვე მივუთითებთ, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა ვერ იქნება საპირწონე ადეკვატური საგამოძიებო მოქმედებებისა. ჩვენ ვითხოვთ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებსაც რეალურად ამ ფაქტებთან მიმართებით შესწევს ძალა, რომ დაადგინოს კონკრეტული მოცემულობები. მათ შორის დაადგინოს რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გადაწყვიტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულმა დანაყოფებმა წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერებების შერევა. ამასთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლად გენერალური პროკურატურისა, ასევე საზოგადოებას საჯაროდ უნდა განუმარტოს, რა რეგულაცია აძლევდათ უფლებას შეერიათ წყლის ჭაულში ქიმიური საშუალებები და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში სულ მცირე ერთ ღამესთან მიმართებით უკვე ფაქტობრივად პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტია. ჩვენთვის ეს საქმე პირველ რიგში კანონიერების პრინციპის საბაზისო ფუნდამენტურ დარღვევაზე მიუთითებს, თუმცა საია გააგრძელებს ამ საქმეში არსებულ სხვა დარღვევებთან დაკავშირებით როგორც დოკუმენტირებას, ისევე ამ საქმის წარმოებას ეროვნულ და საჭიროებისამებრ საერთაშორისო დონეზე და აქვე მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება თვლიდეს, რომ არის დაზარალებული წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერებების შერევით, რომ ჩვენ მზად ვართ ასევე მათაც გავუწიოთ იურიდიული დახმარება. მადლობა ყურადღებისთვის.